დღეს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება სამშაბათსა და ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოთამაშე გუნდების ვინაობაც გაირკვევა. დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები ჩატარდება. დღევანდელი ტური იმ გუნდების ვინაობაც გაარკვევს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ეგრეთ წოდებულ პლეი-ოფში ითამაშებენ. აქ ჯგუფში ერთმანეთს ვერდერი და ინტერი დაუპირისპირდებიან. ჩვენ ბრემენში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით. ვერდერს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც კი აღარ აქვს და შესაბამისად დასაკარგიც არაფერი აქვს. მთელი გუნდი მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებს, რადგან პირველ ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მომავალი ასპარეზობისთვის. თამაშისთვის ოპტიმისტურად ემზადება მილანის ინტერის ფრანგი თავდამსხმელი ბიაბიანი. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა იქნება. სერიაში მარცხის მიუხედავად ყველაფერს ვიზამთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. შეხვედრას ინტერი 3 ძირითადი მოთამაშის გარეშე დაიწყებს. გუნდს დიეგო მილიტო, ვესლი სნაიდერი და ლუსიო გამოაკლდებიან. კრიზისია გერმანულ ვერდერში. გერმანიაში უკვე ლაპარაკობენ, რომ შეიძლება ტომას შაფი მთავარი მწვრთნელის პოსტს გამოემშვიდობოს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ სეზონის დასაწყისში მთელ გუნდს დიდი мотиваცია ჰქონდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში დიდი წარმატებისთვის მიგვეღწია. სამწუხაროდ ჩვენ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგული გვაქვს. ინტერთან რთული შეხვედრა გველის. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს და ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ. ბრემენის ვერდერის თავდამსხმელი აარონ ჰანტი მომავალ შეხვედრას ოპტიმისტურად უყურებს. A ჯგუფისგან განსხვავებით გამსვლელთა ვინაობა გასარკვევია ბ ჯგუფში. ჯგუფის სათავეში 10 ქულით გერმანული შალკე 04-ია. გერმანელები ჯგუფის მესამე ადგილოსან ლისაბონის ბენფიკას ესტუმრნენ და მოგების შემთხვევაში პირველ ადგილს დაეუფლებიან. ბენფიკა სწრაფ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ მათ დაცვით თამაშს დაუპირისპირებთ და კონტრშეტევაზე ვიქნებით ორიენტირებული. ფიქრობ ლამას სანახაობას უჩვენებთ გულშემატკივრებს და შეხვედრა მრავალგოლიანიც იქნება. ბენფიკა ძალიან ძლიერი გუნდია, აღსანიშნავია ისიც, რომ ლისაბონელები საშინაო შეხვედრას პრაქტიკულად არაგებენ. ვიმედოვნებ თამაშს მაღალ დონეზე ჩავატარებთ და 3 ქულის მოპოვებას მოვახერხებთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ხვალ დასრულდება.